დღეს ჩვენ სტუდიაში არ ვიმყოფებით, არამედ ვართ სასტუმრო Sheraton Grand Metexi პლაზაში, სადაც იმართება ის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სამედიცინო კონფერენცია. მოგესალმებით, დღეს 31 მაისს 2026 წლის GIMPA-ს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ჩვენ კი როგორც ყველა მოგითხრათ მას ვესწრებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ერთიანდებიან ექიმები, მკვლევრები, ექსპერტები და ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებენ. დღეს 600-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ექსპერტი, ექიმი და მკვლევარი ესწრება ამ კონფერენციას. სამწუხაროდ, ყველა მსურველმა ვერ შეძლო დასწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას, ამიტომაც ჩვენ ვეცდებით ჩავწეროთ ინტერვიუები ყველაზე მნიშვნელოვან სტუმრებთან, ექსპერტებთან, ექიმებთან. ეს ინფორმაცია თქვენ მოგაწოდოთ. ღონისძიების მთავარი მიზანი სწორედ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა და ამავდროულად საქართველოში ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ამ ყველაფრის ზრდა. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა დღეს კონფერენციაზე გაფორმდება BMG-სა და GIMPA-ს შორის მემორანდუმი, რომელზეც ასევე ჩვენც დავესწრებით. ამიტომ შემოგვყევით დავესწროთ კონფერენციას და თან შემოგთავაზებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინტერვიუებს, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. დღეს ჩვენ ვატარებთ ჩვენს მე-11 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას. ტრადიციულად ჩამოსულები არიან ჩვენი სამედიცინო დიასპორას წარმომადგენლები, ჩვენი უცხოელი კოლეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონფერენციას ვმართავთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, რომელიც მოღვაწეობენ საქართველოში. ამ 11 წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამ კონფერენციას ძალიან საინტერესო შედეგები აქვს, გარდა იმისა, რომ კოლეგები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, მართავენ დისკუსიას მნიშვნელოვან სამედიცინო საკითხებზე. ამის გარდა ისინი უცვლიან ერთმანეთს იდეას ახალ პროექტებზე, ინოვაციებზე, ხდება მოლაპარაკება საერთო პროექტებზე და პროგრამებზე. ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ კონფერენციას სულ უფრო და უფრო ახალი თემატიკაც ემატება. წელს მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ მენტალური ჯანდაცვის საკითხში პირველად ჩვენი პარტნიორი გახდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მათთან ერთად მართავთ ამ სესიას. ძალიან საინტერესო თემატიკაა და ძალიან საინტერესო სესია არის. ამის გარდა პირველად წელს მართავთ მაგალითად სესიას რადიოლოგიაში, რაც ძალიან საინტერესო არის, ადრე ეს არ გაგვიკეთებია. ყოველთვის გვაქვს რაღაცა სიახლე, რაღაცა ინოვაცია და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არის შედეგი ჩვენ დიასპორის მედიცინის წარმომადგენლების და საქართველოში მოღვაწე ჩვენი კოლეგების ერთობლივი დისკუსიის და ერთობლივი შეთანხმების. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო წლებში ჩვენ ურთიერთობთ და პარტნიორად გვყავს BMG და Medscriptum-ი. ორივე ძალიან გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი კონფერენცია, ჩვენი საქმიანობა უფრო მეტად გაშუქდეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ამ ნაწილშიც პროფესიონალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. მემორანდუმი ითვალისწინებს ჩვენ შორის შეთანხმებას იმის თავაზე, რომ GIMPA-ს ნებისმიერი აქტივობა BMG-ს და სამედიცინო პლატფორმა Medscriptum-ის მიერ იქნება სრულად გაშუქებული და დაფარული. BMG-ზე საკმაოდ სოლიდურად არის სამედიცინო მიმართულება წარმოდგენილი. არ არის ალბათ დასამალი, რომ წელიწადნახევრის წინ ჩვენს გუნდში მენტორად ამ მიმართულების ხელმძღვანელად ქართველი ამირან გამყრელიძის შემოერთება საკმარისი მეც იძლევა საინისოდ, რომ ვზარდოთ მაქსიმალურად ეს მიმართულება და ამას ემატება Medscriptum-ი, რომელშიც BMG სულად ინვესტირებს. თავისი ამბიციები არის საერთო ორგანიზმია. გვიხარია, რომ დღეს ჩვენ მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა მომავალ წელშიც უფრო გაღრმავდება, გაიზრდება და დარწმუნებული ვარ, ამას გავლენა ექნება იმაზე, თუ როგორ მივაწვდით ზუსტ საჭირო ინფორმაციას იმ ხალხს, ვისაც ეს უნდა მიეწოდოს. GIMPA-ს საპატიო ორდენებით დაჯილდოვდნენ ორგანიზაციის ერთგული მეგობრები, Sud Ile-de-France-ის ინფექციური დაავადებების განყოფილების უფროსი სილვან დიამანდისი და ინტენსიური განყოფილების უფროსი მეჰრან მონჩი. Thank you very much. I'm happy to be here today, and I wish very success for the conference in the next years.
ჩვენ სტუდენტური ჯგუფის ინიციატივით მინდა საკუთრებული ნაბავა გადავხადოთ ჩვენი ორგანიზაციის შემდგომ და მომავალ წელს პატარა მექსი. ძალიან დიდი მადლობა მართლა მოულოდნელობა იყო ჩემთვის. დიდი მადლობა მართლა ძალიან მესიამოვნო ძალიან გამიხარდა ეს რომ გააკეთეთ. მე მთელი გული და სულით ვაკეთებ ყველაფერს ვაკეთებ და ასე გავაგრძელებ და უფრო მეცაც ვეცდები. კონფერენციას მიესალმა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. ძალიან მახარებს ასეთი დიდი მასშტაბის და კარგად ორგანიზებული პროპოზიციების ხილვა თბილისში, სადაც ერთიანდებიან საქართველოში მოღვაწე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები. იმისთვის რომ რაც შეიძლება აქტიური და რაც შეიძლება ინტენსიური გახადონ ის თანამშრომლობა, რომელიც ამ მართლა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობის შედეგად ხდება შესაძლებელი და არაუბრალოდ შესაძლებელი, არამედ ხდება რეალურად. ძალიან ბევრი სასიკეთო ინიციატივის განმარტივებელი ფაქტორი. ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა სილვიუ დომენტემ ერთობლივ პროექტზე ისაუბრა. მოგესალმებით. უდიდესი პატივია გიმფას ღონისძიების პარტნიორობა და აქ შეკრებილი პროფესიონალი ექიმების მხარდაჭერა. სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს დაეხმაროს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებაში. ცდილობს სპეციალისტების გადამზადებას, ახალი ცოდნის და უნარების შეძენაში უწყობთ ხელს. საბოლოო ჯამში ეს ადგილობრივი რესურსების განვითარებას ნიშნავს, რათა უკეთ შეძლონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა. ასევე მუშაობთ, რომ ეს სერვისები პირველადი ჯანდაცვის დონეზე და საზოგადოებაშიც გავავრცელოთ.